It's your husband? Yeah, it's my husband. What's so that's his what I'm name? saying. I just want to let you guys know he's a professional fighter because one, I don't want no cop to get injured or anything. we If don't. you just send one. No, we don't want anyone to get hurt. What's your husband's name? Tony Ferguson. ცნობილი როგორც MMA-ის ბუგიმენი, ტონი ელ კუკუი ფერგიუსონი ნამდვილად არის მებრძოლი, რომელიც საუკუნეში ერთხელ იბადება. ყველაზე საშიში ადამიანი მსუბუქ-წონაში, ქაოსური, ქარიზმატული პერსონაჟი, რომელიც ცნობილი იყო თავისი არაორთოდოქსული სტილით და ოქტაგონზე საკუთარი ჯანმრთელობის სრული უგულებელყოფით. I'm hurt. I love it. I love that feeling because it's real. That's the most realest feeling that you could ever have. მოკლედ რომ ვთქვათ, იმ ერთ გადამწყვეტ მომენტამდე, სადაც მისი კარიერა სრულიად შეიცვალა, მანამდე ის იყო აბსოლუტური ცხოველი, ველური ადამიანი ბრწყინვალე საბრძოლო სტილით. UFC-ს პურისტები მას პატივს სცემენ, როგორც ამ თაობის ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ შერეული ორთაბრძოლების ხელოვანს, ხოლო ჩვეულებრივი გულშემატკივრებიც კი მას პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ მებრძოლად მიიჩნევენ. დღეს მიმოვიხილავ ტონი ელ კუკუი ფერგიუსონის ცხოვრებას. გავიხსენებ როგორც მის აღმასვლას, ისევე დაღმასვლას. და როგორც იცით, ჩვენ სპორტს და მით უმეტეს MMA-ს, ჩემს მეგობარ კრეკერ კორკოსთან ერთად უყურებთ. სწორედ ის მეხმარება ამ კონტენტის შექმნაში, ახლა კი დავიწყოთ. ტონი ფერგიუსონი. ჩვენი მთავარი გმირი დაიბადა ოქსნარდში, კალიფორნიაში. იგი პროფესიონალი მებრძოლი 2008 წელს გახდა, მაგრამ მისი იმიჯის შექმნა 2012 წელს დაიწყო. ამას მალევე ავხსნი, მაგრამ ფერგიუსონის პიროვნების გასაგებად, ჯერ მისი აღზრდის პერიოდი უნდა განვიხილო. მიუხედავად იმისა, რომ მისი გვარი შოტლანდიელ-ამერიკელებმა მინაცვლისგან მოდის, ფერგიუსონი მექსიკური წარმოშობისაა. დაიბადა 84-ში, როგორც ენტონი არმონტ ფერგიუსონ პადილია. როგორც გითხარით, კალიფორნიაში დაიბადა, მაგრამ ძირითადად მიჩიგანში იზრდებოდა. სანამ საბრძოლო ხელოვნების გზას დაადგებოდა, მან მალევე აღმოაჩინა მასში ათლეტური ნიჭი. ასპარეზობდა ფეხბურთში, ბეისბოლსა და ჭიდაობაში. მასკეგონის კათოლიკურ ცენტრალურ საშუალო სკოლაში ის იყო ძირითადი მცველი 2000 წლის მერვე დივიზიონის შტატის ფეხბურთის ჩემპიონატში და სამჯერ იყო არჩეული ორსტეიტის ჭიდაობის გუნდში, სადაც 2002 წელს 152 ფუტის დივიზიონში გაიმარჯვა. ადრეული ასაკიდანვე კარგად ეტყობოდა, რომ ფერგიუსონის ნიჭი მიშრომის მოყვარეობა შეესაბამებოდა. ფეხბურთშიც, ჭიდაობაშიც და ბეისბოლშიც ნამდვილი მშრომელი ტიპი იყო. კალიფორნიელი ბავშვი შუა დასავლეთის მენტალიტეტით. სკოლის შემდეგ ფერგიუსონი ჩაირიცხა ცენტრალური მიჩიგანის უნივერსიტეტში, სადაც წარმატებული კოლეგიური ჭიდაობის კარიერა ჰქონდა და 2006 წელს ამერიკის კოლეჯების ჭიდაობის ეროვნული ასოციაციის ჩემპიონატი მოიგო. რა თქმა უნდა, მისი ბევრი MMA კოლეგის მსგავსად, მასაც არ ეხატებოდა დიდად გულზე სწავლა-განათლება. სამაგიეროდ დაბრუნდა კალიფორნიაში ნათესაობთან ახლოს ყოფნისთვის, დღისით მარკეტინგსა და გაყიდვებში მუშაობდა, ღამით კი ერთ-ერთ ბარში ბარმენობდა. რა თქმა უნდა, ყველა მებრძოლს თავის ისტორია აქვს თუ როგორ მოხვდა MMA-ის მწვერვალზე და ბევრი შემთხვევაში ეს სრული შემთხვევითობაა. ხო და გამონაკლისი არც ფერგიუსონია. ერთ ღამეს ბარში მუშაობისას კლიენტმა შეამჩნია, რომ ფერგიუსონს ასე ვთქვათ მოჭიდავის ყური ჰქონდა. ეს კლიენტი აღმოჩნდა MMA-ის მწვრთნელი ახლომდებარე დარბაზიდან და ტონი შესთავაზა, რომ მასთან მისულიყო და ახალგაზრდებისთვის ჭიდაობა ესწავლებინა. ხო და კაც, როდესაც ამხელა მიდრეკილება ჰქონდა სპორტის მიმართ, გადაწყვიტა, რომ თავად ეცადა ბედი და სერიოზულად პროფესიონალური კარიერა დაიწყო. ფერგიუსონმა პროფესიონალური გზა 2008 წელს კალიფორნიის მცირე ორგანიზაციებში დაიწყო. მის ადრეულ კარიერაში აღსანიშნავია მარცხი მომავალ WEC-ის მებრძოლ კარინ დარაბედიანთან და გამარჯვება კიკბოქსინგის ჩემპიონ ჯოში ლინგზე. ხო, კიკბოქსინგის ფანებმა შეიძლება იცოდეთ ჯოში ლინგი. მას ბევრი ჩემპიონატი აქვს მოგებული. მიუხედავად ამისა, ფერგიუსონმა მოახერხა შილინგის დამარცხება კარიერის დასაწყისში ოსტატურად შესრულებული რეარ ნეიქ ჩოუქით. 2008 წლიდან 2011 წლამდე საკმაოდ კარგი რეკორდიც ჰქონდა. 10-2-ზე 8 სხვადასხვა ორგანიზაციაში და გახდა Pure Combat-ის ჩემპიონი ქვესაშუალო ზონაში. ეს იქამდე, სანამ დიდი ლიგა კარზე მოუკაკუნებდა. ფერგიუსონმა რამდენჯერმე შეიტანა განაცხადი UFC-ს რეალიტი შოუში The Ultimate Fighter. ის საბოლოოდ მიიღეს მე-13 სეზონში. მაშინ ლესნერის გუნდი დოს სანტოსის გუნდის წინააღმდეგ იბრძოდა. იქ იმ სეზონში ფერგიუსონმა სრული დომინაცია მოახდინა. დაამარცხა ყველა მეტოქე ან ტექნიკური ნოკაუტით, ან სუფთა ნოკაუტით. როცა ფინალში გავიდა, პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა რემზი ნიჯემი. ტონი ფერგიუსონი გახდა The Ultimate Fighter-ის გამარჯვებული და შესაბამისად მას UFC-ს კონტრაქტიც მიცეს. გულშემატკივრებს აინტერესებდა თუ რას იზამდა ტონი UFC-ში და მან იმედები არ გააცრუა. პირველივე ბრძოლაში აარონ რაილის წინააღმდეგ
მან მეტოქეს ისე ატკინა, რომ ბრძოლა პირველი რაუნდის შემდეგ შეწყდა. მისმა დარტყმამ რაილის ყბა მოტეხა. რაილი როგორც ასეთი არ იყო სუსტი მებრძოლი, გამოცდილი ვეტერანი იყო, მაგრამ ფერგიუსონის ძალიან ძლიერი აპერკოტის მერე ეს ბრძოლა ნაადრევად გაჩერდა. ეს ბუგიმენისთვის ბრწყინვალე კარიერის დასაწყისი იყო. მისი მეტსახელი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ერთი ჩვეულებრივი სიტყვა. ტონი ელ კუკუი. ეს სახელი ესპანურად ბუგიმენს ნიშნავს. ანუ ქართულად გუდიანი კაცი. ის ამით პატივს მიაგებს მის წარმომავლობას და სრულად აღწერს მას. მისი სპეციალიზაცია მუაი-ტაიში და ჯიუ-ჯიტსუში, ედი ბრაუს ხელმძღვანელობით, ბრწყინვალედ ჩანს ბრძოლებში, მის ექსცენტრიულ ქცევასთან ერთად. ცეკვა, კოტრიალი და რაღაც უცნაური მოძრაობები მისი თამაშის განუყოფელი ნაწილია. ჰქონდა ფენომენალური გამძლეობა. თუ სხვა მებრძოლებს ჰქონდათ რკინის ნიკაპი, ტონის ეს არ ჰქონდა, მას ხშირად აგდებდნენ ნოკდაუნში, მაგრამ სხვა მებრძოლებისგან განსხვავებით, ყოველთვის ფეხს ედგებოდა, როგორც რაღაც მოუკლელი მონსტრი. 2012 წლიდან 2016 წლამდე ბრძოლაზე იგებდა. 16-დან 12 მოგება ფინიშით დაასრულა. ერთადერთხელ დამარცხდა 2012-ში მაიკლ ჯონსონთან და ეგეც საჯების გადაწყვეტილებით. როცა ფერგიუსონზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება რომ არ ვისაუბროთ მის უცნაურ წვრთნის მეთოდებზეც. მისი ერთ-ერთი ყველაზე უცნაური, მაგრამ საინტერესო წვრთნის მეთოდი იყო ბეისბოლის ბურთების სროლა. მას ჯეროდა რომ ეს დარტყმის ძალას გაზრდიდა. მისი ექსცენტრიულობა ამით არ მთავრდება. კოტრიალი, ხტომა, ჩაქუჩის ქნევა, ფიტნეს ბურთზე და ხელების მიხეთქება მყარ საგნებზე ძვლების გასამაგრებლად. ეს ყველაფერი ტონის რუტინაა. მაშინ როცა ბევრი მწვრთნელისთვის რეკომენდირებული არ არის რომ ისმა მებრძოლმა ძალიან ხშირად ისპარინგოს, ეგ ტონის სულ ფეხებზე ეკიდა. მან ეს კონცეფცია ახალ დონეზე აიყვანა და სპარინგი საერთოდ შეწყვიტა. მას მიაჩნდა რომ სპარინგი რეალურ ბრძოლაში კრეატიულობის ნაკლებობას იწვევს. ძნელია კაცს რამე ისეთზე შეეკამათო, რომელიც მისთვის მუშაობს და ამით წარმატებას აღწევს. ხო და სწორედ ამ წარმატებების გამო იყო დრო, როდესაც ხალხს მიაჩნდა, რომ იგი ხაბიბ ნურმაგომედოვს მარტივად თუ არა გაჭირვების გარეშე დაამარცხებდა. მისი პრაიმი 2013 წელს დაიწყო, როდესაც იგი ამოიქოქა და 12 მატჩიანი წაუგებელი სერია მიაყოლა. არ ყოფილა მებრძოლი, რომლის გამარჯვებებშიც ამდენი სისხლი იყო. ისეთი დიდებული სახელები, როგორიცაა მაგალითად რაფაელ დოს ანიოსი, დონალდ კოუბოი სერონი და ენტონი პეტისი, ყველანი დამარცხდნენ მასთან. თუმცა იყო ერთი მებრძოლი, რომლის ნახვაც მასთან მთელ პლანეტას სურდა. ყველას, ვინც ამ სპორტს უყურებდა. ხაბიბ ნურმაგომედოვი UFC-ში აბსოლუტური მონსტრი იყო, დაუმარცხებელი მონსტრი. ტონისა და ხაბიბის პირველი შეხვედრა 2015 წლის დეკემბერში დაიგეგმა, მაგრამ ხაბიბი ტრამვის გამო ჩაიხსნა. ეს იყო საწყისი წერტილი ისტორიაში ყველაზე დიდი დაპირისპირების დიდი წყევლისა. ხაბიბის ნაცვლად ტონი ედსონ ბარბოსა შეხვდა და მეორე რაუნდში ყველაფერი დარჩოუკით დამთავრდა. He's got it! Ferguson has done it again. The winning streak is at 7. რა თქმა უნდა, მაშინდელი UFC, რომელიც რეალურად ზრუნავდა იმაზე, რომ გულშემატკივრებისთვის საუკეთესო ბრძოლები მიეცა, შანს არ გაუშვებდა ხელიდან, ლოგიკურობა რომ გვერდზე გადავდოთ, რომ ტონისა და ხაბიბს აუცილებლად უნდა ეჩხუბათ ერთმანეთში, ხო და ეს ბრძოლა მეორედ ჩაინიშნა, ოღონდ 2016 წლის აპრილში, მაგრამ ამჯერად ფერგიუსონი ჩაიხსნა, იმიტომ რომ ფილტვებზე რაღაც პრობლემები ჰქონდა. Physically, I feel amazing. That Khabib fight really took a heart out of me too, man. I'm sitting there watching him fight a project manager, shaking my head the whole entire time. And he went to 2 rounds, man. Shame on you, kid. Put you back in a bubble, bro. How long have you ამავე წლის ნოემბერში ტონიმ დაამარცხა ყოფილი ჩემპიონი რაფაელ დოს ანიოსი 5 რაუნდიან ბრძოლაში. ის აშკარა პრეტენდენტი იყო ტიტულზე, მაგრამ სუბუქწონაში სიტუაცია საკმაოდ ჩახლართული იყო. კონორ მაკგრეგორი ჩემპიონი იყო, თუმცა პაუზა ჰქონდა აღებული კრივისთვის. გახსოვთ ხო, მეივეზერთან ბრძოლა. ამ სიტუაციამ კიდე დროებითი ჩემპიონის საჭიროება წარმოშვა. მესამე ჩანიშნული ჩხუბი ხაბიბსა და ტონის შორის 2017 წლის მარტში UFC 209-ზე. ბრძოლამდე 48 საათზე ნაკლები იყო დარჩენილი, თუმცა რა თქმა უნდა რომ რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო და აი ეს მოხდა. ხაბიბს ისედაც საშინელი წონის კლება ჰქონდა, ვერ გაქაჩა, ცუდად გახდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს და ეს ბრძოლაც ჩაიშალა. ამ ბრძოლის ჩანიშვნის მეოთხე მცდელობა ორგანიზაციას 2018 წლის აპრილში ჰქონდა. აქ გამარჯვებული ამ დივიზიის ნამდვილი ჩემპიონი ხდებოდა. მაგრამ 1 აპრილს მოხდა ისეთი სიგიჟე, რაც ყველა ნორმალურ ადამიანს უბრალოდ საპირველ აპრილურ ხუმრობა ეგონებოდა. ფერგიუსონმა მედიასთან შეხვედრისას კაბელს ფეხი წამოკრა და მუხლის იოგები გაიწყვიტა. ოღონდ ეს არ იყო მცირედი დაზიანება, მუხლებს უბრალოდ სახე გააძრო. შესაბამისად რა ხანის ჩაიხსნა, ხაბიბმა სხვასთან იბრძოლა და თვითონ ნურმაგომედოვი გახდა ჩემპიონი. ტონის დროებითი ქამარი ჩამოართვეს
და ეს იყო უდიდესი ფრუსტრაცია ელკუკუისთვის. ის, რაზეც ახლა მექნება საუბარი, აბსოლუტურად გვაქვს ლოგიკური უფლება იმის, რომ ვიფიქროთ, ეს მომენტი, რაზეც ახლა გესაუბრეთ, მისი კარიერის, ასე ვთქვათ, გადამწყვეტი მომენტი იყო. და გეტყვით რატომ? 2019 წლის მარტში ტონის მეუღლემ კრისტინამ სასამართლოს შემაკავებელი ორდენის გამოცემა სთხოვა. საინტერესოა რატომ? მისი თქმით, ტონი ძალიან უცნაურად იქცეოდა. მწვავე პარანოია ჰქონდა, უძილობა, სახლს ანგრევდა და ბოლომდე სჯეროდა იმის, რომ ფეხში მიკროჩიპი ჩაუდგეს მუხლის ოპერაციის დროს. მას სწამდა, რომ მაცივარში კამერები იყო, სახურავის ვენტილატორი და უნთვალებდნენ და რომ მისი ცოლი ალქაჯი იყო, რის გამოც ნაკურთხ წყალს ასხავდა. მართლა ასე იყო. იგი სერიოზულად ამტკიცებდა, რომ მის კედლებში ვიღაც ტიპები იმალებოდნენ. კრისტინამ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ტონის დასახმარებლად გადადგა. აპრილისთვის მან ის ზემოთხსენებული ორდენი გააუქმა და ფერგიუსონი ბრძოლას დაუბრუნდა. სწორედ აქ მივდივართ დიდი დაცემის დასაწყისამდე. 2019 წლის ივნისში მან კოუბოის ეროვნი დაამარცხა, რაც მისი ზედიზედ მე-12 გამარჯვება იყო. მე-5 მცდელობა ხაბიბთან ბრძოლისა 2020 წლის აპრილში UFC 259-ზე დაიგეგმა. Now you're Street fight, I you're can fucking eat with you. somebody that you don't want to. I don't have to bring this. Sunglasses. In I'm gonna street street fight, I fight you, can eat motherfucker. you. You understand? Oh, I am yes, from right. real mountain. I can eat you in Here street we fight. go. ამჯერად ხელი შემშლელი ფაქტორი ბევრად სერიოზული იყო. მოგეხსენებათ, COVID პანდემია დაიწყო და რაც მოხდა კი იცით. ტონი მიიღო თავის კარიერის ერთ-ერთი ყველაზე სარისკო გადაწყვეტილება, დათანხმდა ბრძოლას ჯასტინ გეიჯისთან. აი შედეგი სავალალო აღმოჩნდა. გეიჯიმ ტონის სასტიკად სცემა. მე-5 რაუნდში რეფერიმ ეს ბრძოლა გააჩერა. ფერგიუსონს სახე დაელეწა. მისი ტიტულისთვის ბრძოლა, თუ კი არსებობდა, უბრალოდ აი ასე გაქრა. სწორედ UFC 259-ის მერე ტონი აღარ ყოფილა ისეთი, როგორიც იყო. ერთი მარცხი გადაიზარდა 2-ში, 3-ში და მეტში. მიაყოლა და მიაყოლა წაგებების სერია. მისი ეს უცნაური სტილი, დაბლა ჩამოშვებული ხელები და დარტყმების მიღების იმედზე ყოფნა მის სხეულზე აშკარად დაისახა. UFC 274 პირველ რაუნდში ტონი მეტნაკლებად კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ მეორე რაუნდის დასაწყისში მან მიიღო UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ნოკაუტი ფეხით სახეში. რა თქმა უნდა, მებრძოლი, რომელიც წლების განმავლობაში ამ საქმის გარდა არაფერს აკეთებს, ვეღარ იგებს, როდის არის მისი ლიმიტი და როდის უნდა დაანებოს ბრძოლას თავი. როდესაც წლები ამას აკეთებ და ამ საქმის გარდა არაფერში არ ხარ დახელოვნებული და ხშირ შემთხვევაში მებრძოლების უმეტესობას ეს ძალიან უყვარს, რთული არის, რომ საკუთარ თავთან აღიარო, რომ შენი ამბავი დასრულდა. მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ ძალიან წარმატებული იყავი და შენზე ამბობდნენ, რომ ხაბიბი გაურბისო. წარმოიდგინეთ, რა დონის მებრძოლზე არის ლაპარაკი. ბევრისთვის ფერგიუსონი ნომერ პირველი საყვარელი მებრძოლი იყო და არის კიდეც. მაგალითად, ჩემთვის. ასევე ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც ახლა რომ მოვიყვანო კამერასთან და ვალაპარაკო, გეტყვით, რომ დიდი ვერაფერი ვერ იყო და ერთი უბრალოდ ჰაიპზე გადმოსული მოჩხუბარი მებრძოლი იყო. რაც და როგორც არ უნდა იყოს და ვინც რაც არ უნდა თქვას, ფერგიუსონი ნამდვილად რჩება ამ სპორტის ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან, ველურ და ძალიან მაგარ ლეგენდად. და ყველამის გულშემატკივარს, ჩემი ჩათვლით, ძალიან წყდება გული მისი კარიერის ასეთ დასასრულზე. თუმცა რაც UFC-დან წავიდა, ახლა ამ ბოლო დროს რაღაც წარმატებებს მიაღწია და თუ სწორად მახსოვს, კრივში ქამარიც მოიგო. მოკლედ, დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო. მინდოდა რომ ეს ვიდეო ტონიზე ყოფილიყო, იმედია რომ მოგეწონათ. თუ მოგეწონთ ჩემი კონტენტი, გამოიწერეთ არხი, პარე მოიწონეთ ეს ვიდეოც, მე კი შევხვდებით მომავალ ეპიზოდში. აბაჰე და აბაჰო.